მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ 4 მილიონზე მეტი დახარჯა იმისათვის, რომ ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია მოეხდინა, სწორედ ერთი ძლიერი წვიმა გახდა საჭირო იმისათვის, რომ აღნიშნული რეაბილიტირებული სამუშაოები პირდაპირ მნიშვნელობით წყალში ჩაყრილიყო, ვინაიდან როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ასევე მოქალაქეები ამბობენ, რომ წვიმის მოსვლის პარალელურად მეტროსადგურში დაიწყო წყლის ჩასვლა და დაიტბორა სრული შესასვლელი ტერიტორია. მოქალაქეები ამბობენ იმას, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ადგილზე გადაადგილებულიყვნენ და სწორედ აი ამის გამო ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსპერტები ამბობენ, რომ სამუშაოები არ იყო ხარისხიანად ჩატარებული. სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს ახლა შემოწმება. მე ვთხოვ ოპერატორს, რომ კადრში გაჩვენოთ. აქ არიან ადგილზე მოსულები ადამიანები, რომლებიც მეტროსადგურის სახურავზე იმყოფებიან და ისინი ამოწმებენ. ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ შემიძლია თქვა, ეს არიან კომპანიის წარმომადგენლები თუ ეს არიან თბილისის მერიიდან მოსული ადამიანები, ვინაიდან მათ არ აცვიათ უნიფორმები და ჩვენთვის იდენტიფიცირება შეუძლებელი არის, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულ სამუშაოებზე, რაც დოკუმენტით დგინდება, არის ის, რომ 4 მილიონზე მეტი ლარი არის დახარჯული და აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანია ბადა კონსტრაქშენმა. ეს არის ის კომპანია, რომელიც ასევე რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს ვარკეთილის მეტროსადგურში. სწორედ ამ სამუშაოების შედეგად 2 წლის არასრული წელიწადნახევრის უკან გაიხსნა ავლაბრის მეტრო და შესაბამისად ჩნდება კითხვები არასრულ წელიწადნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა თანხები დაიხარჯა მეტროსადგურის რეაბილიტაციაში, რამ განაპირობა ის, რომ ერთი ძლიერი წვიმის შედეგად ასეთი დაზიანება მიიღო მეტროსადგურმა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩვენთან საუბარში ამბობენ, აქ არსებობს როგორც კომპანიის ბრალეულობა იმასთან დაკავშირებით, რომ უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები და ასევე თბილისის მერიის, რადგან არასათანადოდ შემოწმდა გაწეული სამუშაოები. ასევე მხარეთა შორის გაფორმებული დოკუმენტით დგინდება, რომ საგარანტიო ვადა ჭერის სამუშაოებთან დაკავშირებით იყო 180 თვე, ანუ 15 წელი, რაც იმას გულისხმობს, რომ გაწეული სამუშაოების გარანტია იყო 15 წელი, თუმცა არა თუ 15, არამედ არასრულ წელიწადნახევარში აღნიშნული სამუშაოები დაზიანდა და წვიმის წყალი ჩავიდა. ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაციაში დაიხარჯა 4 მილიონ 200,000 ლარი. სამუშაოები დამთავრდა ვადის დარღვევებით. როგორც ჩანს, აღმოჩნდა, რომ ჩაიბარეს უხარისხო, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად 1 წელიწადში სახურავი დაზიანდა. ერთადერთი პოზიტიური ამ ამბავში არის ის, რომ საგარანტიო ვადა მოქმედებს. სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა, რომ სანიაღვრეს სისტემა არის დაზიანებული და სანიაღვრეს სისტემა ესე კონკრეტულად არ წერია საგარანტიო პირობებში. საგარანტიო პირობებში წერია სახურავი და ეხლა განმარტება გვინდა ჩვენ ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურიდან, რომ ის დაზიანება, რომელი დაზიანებაც ეხლა არის, ექვემდებარება თუ არა საგარანტიო ვადებს და აღნიშნული შეკეთებაში დაიხარჯება თუ არა დამატებითი ფული, თუ ამ დაზიანებას შეაკეთებს კომპანია. არა მხოლოდ კომიკური და სამარცხვინო არის, არამედ აჩვენებს იმ სისტემურ პრობლემას, რომელიც ჩვენ ტენდერებთან მიმართებაში გვაქვს, რაც შერჩევა ხდება სისტემატიურად ისეთი კომპანიების, რომლებიც ხარისხზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რომელთა გაკეთებული საქმეც ძალიან მალე და დიდი ძალისხმევის გარეშე ფუჭდება და ხედავთ, რომ ასეთ კომპანიებს ერთეული ტენდერი კი არ ეძლევათ. ასეთი კომპანიები თავისუფლად მონაწილეობენ თბილისის მერიის სხვადასხვა შესყიდვებში. აქვთ არაერთი ტენდერი, ისევე როგორც ამ კონკრეტულ კომპანიას ავლაბრის მეტროს გარდა აქვს ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის პროექტი. ეს აღნიშნული კომპანიაც ბადა კონსტრაქშენი არის ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი, მას 60,000 ლარი აქვს თუ არ ვცდები შეწირული ქართული ოცნებისთვის და ასე კეთდება ყოველთვის. თავიანთი შემომწირველი კომპანიები იგებენ ამ ტენდერებს, შესაბამისად ნაკლები პასუხისმგებლობა აქვს, ნაკლები ანგარიშვალდებულება აქვს, დაახლოებული არიან მმართველ პარტიასთან, საქმეს აკეთებენ უხარისხოდ, ამაზე პასუხისმგებელი არ არის არც დამკვეთი, ამ შემთხვევაში კახაკალაძე და თბილისის მერია, არც შემსრულებელი, პასუხისმგებელი გამოვიდა წვიმა და ცოტა ხანში ალბათ ჩვენ ბევრი კანონი მივიღეთ უკვე ამ ქვეყანაში და ერთ-ერთი კანონი იქნება, რომ ან წვიმას დავაჯარიმებთ, ან თოლს დავაჯარიმებთ, ან დავაპატიმრებთ.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, დაზიანებული არის სანიაღვრე სისტემა და სწორედ ამან განაპირობა წყლის ჩასვლა მეტროსადგურში. სწორედ ამ წუთებში ახლა ადამიანები იმყოფებიან მეტროსადგურის სახურავზე და ისინი დიდი ალბათობით ამოწმებენ თუ კონკრეტულად რა გახდა მიზეზი იმისა, რომ წყალი ჩავიდა მეტროებში, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩვენთან ამბობენ, რომ თბილისის მერს კახა კალაძეს მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება აქვს, ვინაიდან როგორც ავლაბრის მეტრო, ასევე ვარკეთილის რეაბილიტაციაც ამ დრომდე დაუსრულებელი არის. შესაბამისად, ჩნდება ის კითხვები, თუ ვინ გეგმავს აი ამ რეაბილიტაციებს და რაში იხარჯება ხალხის ფული.